კატა. უი. ისმენთ? არის რამე ახალი? დიახ, რაღაცეები. შემოგირბენთ და მოგახსენებთ. კარგი. კარგით. რა პასნიქალია ეს კატა. ისე სიამოვნებით ვამუშავებდი ჩვენთან. ჯერჯერობით ყველაფერი საწყის ეტაპზეა. თუმცა ორივე შეხვედრაზე მოვიდა. ფაქტიურად წამოგებული ანკესზე. ეხლა ყოველი შემდგომი ნაბიჯი ჩემთან უნდა შეეთანხმოთ. მე მგონი შედეგის ჩვენება უფრო ეფექტური იქნება. ამდენი დრო არ გვაქვს, რომ ყველაფერი შევათანხმოთ. ზოგჯერ გეგმა იცვლება იმის და მიხედვით, რომ ხანდახან თავად რეალობა იცვლება. გასაგებია, მაგრამ სიტუაცია ჩემი კონტროლიდან არ უნდა გამოვიდეს. მინდა ვხედავდე, როგორ გაიხარებს ჯერ და მე როგორ დაერხევა. აი მაგას ყველაფერს გაჩვენებთ, აუცილებლად. ძალიან კარგი. და ქალი? აი მაგასთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ. რამე განსაკუთრებულს ხომ ვერ გვირჩევთ? ისეც რაც გამოგვადგება. ამ თემაზე ხომ ვისაუბრეთ? დიახ, ვისაუბრეთ, მაგრამ რაღაც ფიშკა მჭირდება. ინიციატივას არ იჩენს თქვენ შეგზავნილ ქალთან, ხო? არა, მოეწონა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ მომოქმედებია. მოეწონა? ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოეწონება. რა, განაჩვენეს არ გვინდა? არა კი? ეგვინდა. უბრალოდ ვიფიქრე, იქნებ რამე არის ისეთი, რაც ჩვენს ელას საქმეს გაუადვილებს. რა ქვია? ელა? ჩვენ სალი ჯორჯაძე დავარქვით. უკარება, განებივრებული გოგოა. ტვინი თუ აქ, ტვინი? მეტნაკლებად. ოდ გაითვალისწინეთ, სიყვარული ცოტნეს მხოლოდ ჭკვიანი ქალები უყვარდება. მე მგონი თქვენ უბრალოდ გამონაკლისი იყავით. ეგეც მართალია. მაგრამ შტერქალთან მალე მობეზრდება. იმასაც ვფიქრობ, უკარება თუა და ისიც არ მიეკარა. მაშინ რა გავაკეთოთ? მიეკარება აცალეთ. ახლა ისე დონემდეა დაშვებული, რომ მისი შებმა ძალიან ადვილი იქნება. თანაც სტრესის დროს მალე უყვარდება. ეს კარგი დეტალი მითხარით. ესე იგი ჯერ მაგრად დავსტრესავთ და მე ისე ელას მივუშვებ. ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინეთ. თუ კარგად არ დაიტანჯა, ლარს ვერ მიიღებ ჩემგან. ქალბატონო კატა, ძალიან გთხოვთ. ჩვენს პროფესიონალიზმში ეჭვს ნუ შეიტანთ. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მე მჭირდება საქმე გაკეთდეს სწრაფად, ხარისხიანად და შოკის მომგვრელად. ჩვენც ზუსტად მაგას ვცდილობთ. შეცდომის დრო აღარ მაქვს. კარგით. ეხლა წავალ კატასთან რანდევუზე. თან არ მოწონს, ცოტნეს რომ სხვა გოგოსთან რომანი აქვს. თან ჩხუბობს, რატომ უკვე დარხეული არ აქვს და რატომ არ იტანჯება. ახლა ძალიან გაჭიანურდა ეს ყველაფერი. ხომ ხვდებით? ქალბატონო კატა. ძნელია თქვენს მერე ვინმე შეიყვაროს ცოტნე-ცოტაშვილ. და საერთოდ მამაკაცმა. თქვენ ახლა ამ დარე კომპლიმენტებით აპირებთ თქვენი უუნარობის გამართლებას? ეს ყველაფერი რომ ასე ადვილი და ერთი ხელის მოსმით შესაძლებელი იყოს, მაშინ თქვენ გააკეთებდით. და ამდენი ფულიც არ ეღირებოდა. ხომ გესმით ჩემი? ეს თქვენი საქმეა. ხო და ვაკეთებთ ამ საქმეს. ტრიუმფი ახლოვდება. მერწმუნეთ. გელოდებით.